თავი 15 მუხლი 1, 10 და იყვნენ ყოველნი მეზუერენი და ცოდვილნი მახლობელად მისა და ისმენდეს მისსა. 2 და დრტმიდეს ფარისეველნი და მწიგნობარნი და იტყოდეს ვითარმეთ, ესე ცოდვილთა შეიწყნარებს და მათ თანაჭამს და სუამს. 3 და ეტყოდა მათი გავსა ამას და ხრქოა. 4 ვის თქვენგანსა კაცსა ედგას 100 ცხოვარი და წარუწყმდეს მას ერთი მათგანი, არამე დაუტევნესა 99-ნი იგი უდაბნოსა ზედა და წარვიდეს წარწყმედულისა მისცს, ვიდრემდე პოოს იგი. 5 და პოოს რა დაისვას იგი მართაცთა ზედა სიხარულით. 6 და მორავიდეს იგი სახეთსა მოუწოდოს მეგობართა და მოძმეთა და ხრქოას მათ, ჩემთანა გიხაროდენ, რამე თუ პოვე ცხოვარი ჩემი წარწყმედული. 7 გეტყვ თქვენ, ესრეთ იყოს სიხარულით სათა შინა ერთისაც ცოდვილისა რომელმან შეინანოს, ვიდრეღა არა 99-თა მათ მართალთა რომელთა არა უმსინანული. 8 გინა დედაკაცსა რომელსა აქ უნდა დრაქმა 10 და წარწყმიდის 1, არამე აღანთისა სანთელი და მოხმართის სახლი და ეძიემ გულს მოდგინეთ, ვიდრემდე პოოს იგი. 9 და პოოს რა მოუწოდის მეგობართა და მოძმეთა და ხრქს მათ, ჩემთანა გიხაროდენ, რამე თუ პოვე დრაქმა იგი რომელი წარუწყმიდე. 10 გეტყვ თქვენ, ესრეთ იყოს სიხარული წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა ერთსა ზედა ცოდვილსა, რომელმან შეინანოს. უფალი უშვებდა რა თავისთან მეზვერეებსა და ცოდვილებს, როგორც მკურნალის სნეულთ, აკეთებდა იმას, რისთვისაც განხორციელდა, მაგრამ ფარისეველნი, ჭეშმარიტად ცოდვილნი, ასეთ კაცს მოყარებაზე დრტვინვით პასუხობდნენ, ვინაიდან ისინი თვლიდნენ მეზვერეებს საძულველად, თუმცა თავად ქვრივთა და ობოლთა სახლები გადაჭამეს. უფალი რაღაც იქმოდა? იგი კაცთ მოყარე იყო, როგორც მეზვერეთა მიმართ, ისე მათ მიმართ, ვინც ლანძღავდა მის კაცთ მოყარებას. იგი არ გარემი იქცევა არც მათგან, როგორც უკურნებელი სენით შეპყრობილთა და მდრტვინავთაგან, არამედ მკურნალობს მათ სიმდაბლით, მიუთხრობს რა იგავს ცხოვრების შესახებ, არწმუნებს მათ ნამდვილითა და თვალსაჩინოთი და თოკავს, რათა ალაგმონ თავიანთი გულის წყრომა წყალობის ასეთი სიუხვის მიმართ. ვინაიდან თუ კი ერთი ცხრის უგონოსა და არახვთის ხატად შექმნილის გამო, როდესაც მას დაკარგვის შემდგომ იპოვნიან, ამდენი სიხარულია, რამდენად დიდი უნდა იყოს სიხარული გონიერ, ღვთის ხატად შექმნილი ადამიანის გამო. აშკარაა, რომ იგავი 99 ცხრის ქვეშ გულისხმობ მართლებს, ხოლო ერთი ცხრის ქვეშ ცოდვით დაცემულს. ზოგიერთნი 100 ცხრის ქვეშ გულისხმობენ ყველა გონიერ არსებას, ხოლო ერთი ცხრის ქვეშ გონიერი ბუნების მონე ადამიანს, რომელიც როდესაც გზა აებნა, კეთილმა მწყემსმა მოიძია, დატოვა რა 99 უდაბნოში, ანუ მაღლით, ზეციურ ადგილას. ვინაიდან ზეცა ამ სოფლიურ შფოთს მოშორებული და აღსილი ყოველგვარი სიმშვიდითა და სიწყნარით არის უდაბნო. უფალმა ჰპოვა რა წარწყმედილი ცხვარი, თავის მხრებზე შეისვა იგი. ვინაიდან მან იკისრა ჩვენი სნებები და იტვირთა ჩვენი სატანჯველი, ისაია 43:4 დაუზარებლად აიღო თავზე ყველა ჩვენი ტვირთი, მან გადაიხადა ყველაფერი, რაც ჩვენ გუმართებდა და მოსახერხებლად და შრომის გარეშე გვისხნა ჩვენ და მიგვიყვანა სახლამდე, ანუ ზეცამდე. და მოუწოდოს მეგობართა და მოძმეთა შესაძლო ანგელოზებს, რომელთაც ჩვენ გულისხმობდით ცხვრების ქვეშ ორმაგი მიმართებით. ერთი მხრივ რამდენადაც ყველა შექმნილი არსება ღმერთთან მიმართებაში თითქოს და უტყვია, ამდენად ზეციურ ძალებს შესაძლებელია ცხვრები ვუწოდოთ. მეორე მხრივ, ვინაიდან ისინი მეტყველნი არიან, ანუ გონიერნი და ღმერთთან უფრო ახლოს მდგომნი ჩანან ყველა სხვა არსებასთან შედარებით, მეგობართა და მეზობელთა ქვეშ. აქ შეგვიძლია ზეციურ ძალთა დასივი გულისხმოთ. დედაკაცის ქვეშ იგულისხმება სიბრძნე და ძალა ღმრთისა და მამისა, მისი ძე, რომელმაც დაკარგა ერთი დრაქმა მეტყველთა და მის მსგავსად შექმნილ არსებათაგან, ანუ ადამიანი და აღანთო სანთელი, თავისი ხორცი, ვინაიდან როგორც სანთელი, რომელიც მიწისგანაა, ნათლით, რომელსაც იგი იღებს, ანათებს ბნელით მოცულს, ასევე ხორცი უფლისა, მიწიერი და მსგავსი ჩვენი ხორცისა განად და ღვთაებრივი ნათლით, რომლისა მიერაც იგი მიღებული იქნა. და სახლიც დაგვილია, ანუ მთელი ქვეყნიერება განიწმინდა ცოდვისაგან, ვინაიდან ქრისტემ მთელი ქვეყნიერების ცოდვები თავის თავზე აიღო. და დრაქმაც, ანუ მეფის გამოსახულებაც იპოვეს და განიხარეს, როგორც თავად ქრისტემ, რომელმაც იპოვა იგი, ასევე ზეციურმა ძალებმა, რომელნიც არსებითად მისი მეგობარნი და მეზობელნი არიან, მეგობარნი რამდენადაც მის ნებას ასრულებენ, მეზობელნი რამდენადაც უხორცონი არიან. მე კი ვიკითხავ, ხომ არ არიან მისი მეგობარნი ყველაზე ციური ძალნი, ხოლო მეზობელნი უახლოესნი მათგანი, როგორებიცაა, საყდარნი, ხერუბიმნი და სერაფიმნი. ვინაიდან მიაქცია ყურადღება გამოთქმას, მეგობრებსა და მეზობლებს დაუძახებს.
იგი აშკარად მოითითებს ორ რამეზე, თუმცა ეს შეიძლება არც იყოს განსაკუთრებით აუცილებელი. თავი 15, მუხლით 11, 16. 11. მერმე იტყოდა და თქვა, კაცსა ვისმე ესხნეს ორ-ძე. 12. და hrქვა უმწემეს მან მამასაცსა, მამაო მომეცმე, რომელი მხუდების ნაწილი სამკვდრებელისა. და განუყო მათ საცხოვრებელი იგი. 13. და შემდგომად არა მრავალთა დღეთა შეიკრიბა ყოველი უმწემეს მან ძემან და წარვიდა შორსა სოფელსა და მუნგანაბნია ნაყოფი იგი მისი, რამე თუ ცხონდებოდა იგი არაწმიდებით. 14. და ვითარცა წარაგო მან ყოველივე მისი იყო სიყვმილი ძლიერი მას სოფელსა და იწყო მან მოკლებად. 15. და მივიდა და შეუდგა ერთსა მოქალაქესა მის სოფლისასა, ხოლო მან წარავლინა იგიველადსა ძოვნად ღორთა. 16. და გულით ეტყო და განძღებად მუცლის არქისა მისგან, რომელსა ჭამეთ ღორნი და არავინ სცის მას. ეს იგავიც წინამორბედთა მსგავსია. მასაც ადამიანის სახით გამოჰყავს ღმერთი, ჭეშმარიტად კაცთმოყვარე, ორი ძის სახით, ადამიანთა ორი ჯგუფი, ანუ მართლები და ცოდვილები. და hrქვა უმწმეს მან მამისათვისა, მამაო მომეცმე, რომელი მხვდების ნაწილი სამკვიდრებელისა. სიმართლე ძველი ხვედრია ადამიანური ბუნებისა, ამიტომ უფროსი ძე არ გაურბის მამის მეუფებას. ხოლო ცოდვა არის ბოროტება, რომელიც შემდგომში იშვა, ამიტომაც გაურბის მშობლის მეუფებას უმცროსი ძე, რომელიც გაიზარდა შემდგომში წარმოშობილი ცოდვით. და სხვაგვარად ცოდვილი იწოდება უმცროსი ძე, როგორც ახალი წესის შემომღები, განდგომილი და შფოთის შემომტანი მამის ნების წინააღმდეგ. მამაო მომეცმე, რომელი მხუდების ნაწილი სამკვიდრებელისა. სამკვიდრებელი არის გონება, რომელსაც ემორჩილება თავისუფლებაც, ვინაიდან ყოველი გონიერი არსება თავისუფალია. უფალი გვაძლევს გონებას, რათა თავისუფლად ვისარგებლოთ მისით, როგორც ჩვენი ჭეშმარიტი სამკვიდრებელით და ყველას თანაბრად აძლევს, ვიანიდან ყველანი თანაბრად გონიერნი არიან, თავისი თავისუფალი. მაგრამ ერთნი ჩვენგან ამ ღირსებით დანიშნულებისამებრ სარგებლობენ, მეორენი კი ღვთისამწყალობას უსარგებლად აქცევენ. სამკვიდრებლის ქვეშ შეგვიძლია ვიგულისხმოთ აგრეთვე საერთოდ ყველაფერი, რაც უფალმა მოგცა, კერძოდ, ცა მიწას, საერთოდ ყოველი ქმნილება, სჯული, წინასწარმეტყველნი. მაგრამ უმცროსმა ძემ დაინახა ცა და გააღმერთა იგი, დაინახა მიწა და თაყვანისცა მას. ხოლო სჯულს მისას არ სურდა მიჰყოლოდა და წინასწარმეტყველებსაც ბოროტს უყოფდა. უფროსმა ძემ კი ყოველივე ამითი ღვთისსადიდებლად ისარგებლა. უფალმა ღმერთმა მისცა რა ყოველივე ეს თანაბრად ნებად ართო თითოეულს, თავისი სურვილის მიხედვით ევლო, ეცხოვრა და არავის, ვისაც სურს ემსახუროს, მას არ აიძულებს. ვინაიდან იძულება რომ სდომოდა, გონიერებსა და თავისუფლებს არ შეგქმნიდა. უმცროსმა ძემ ყოველივე ეს ერთად განაბნია. და რა იყო მიზეზი? ის რომ იგი წარვიდა შორსა სოფელსა, ვინაიდან როდესაც ადამიანი განუდგება ღმერთს და განიშორება ღვთის შიშს, მაშინ ის განაბნევს ყველა ღვთაებრივ ნიჭს. ვარ რა ახლოს ღმერთთან, ჩვენ არაფერს ვაკეთებთ ისეთს, რაც ღირსი იქნებოდა წარწმედისა, შემდეგი თქმულის მიხედვით, წინა ისწარვხე და უფალსა, წინაშე ჩემსა მარადის, რამე თუ მარჯულ ჩემსა არს, რაითა არა შევიძრა, ფსალმუნი 15:8. ხოლო დავშორდებით და განმუდგებით რა ღმერთს, ჩვენ ვითმენთ ყველანაირ ბოროტებას, შემდეგი სიტყვების მიხედვით, რამე თუ აჰა ესერა, რომელთა განიშორეს თავნითვისნი შენგან, იგინი წარწმდნენ, ფსალმუნი 62:27. ამრიგად არ არის გასაკვირი, რომ მან განაბნია სამკვიდრებელი, ვინაიდან სათნოებას აქვს ერთი ზღვარი და რაღაც ერთი მთლიანობა, ხოლო ბოროტება მრავალი ნაწილისგან შედგება და მრავალ საცდურს წარმოშობს. მაგალითად, სიმამაცისთვის ერთი ზღვარია, კერძოდ, როდის როგორ და ვისზე უნდა გამოვიყენოთ მრისხანება, ხოლო მტრობა ორი სახისაა, შიში და კადნიერება, ხედავ რომ განიბნევა გონება და სათნოების ერთიანობა კვება. როდესაც ეს სამკვიდრებელი განბნეულია და ადამიანი არ ცხოვრობს არც გონების მიხედვით, ანუ ბუნებრივი სჯულის მიხედვით, არც დაწერილ სჯულს მისდევს და წინასწარმეტყველებს არ უსმენს, მაშინ მისთვის ძლიერი შიმშილი იწყება, არა შიმშილი პურისა, არამედ შიმშილი უფლის სიტყვების მოსმენისა, ამოსი 8:11. და იგი იწყებს მოკლებას, რამდენადაც არ ეშინია უფლისა, არამედ დიდად დაშორდა მას, მაშინ როდესაც რომელნი ეძიებენ უფალსა, არანაკრულევან იქნან ყოვლისაგან კეთილისა, ფსალმუნი 33:10. და რატომ არ არიან ნაკრულევანი უფლის მოშიშნი? იმიტომ რომ უფლის მოშიშს ძლიერ უყვარს მისი მცნებები, ამიტომაც დიდება და სიმდიდრეა მის სახლში და იგი უმალს საკუთარი ნებით განაბნევს და აძლევს გლახაკებს,
Psalmuni 1:111, 1-3 სექტემბერი. ასე შორსაა იგი ნაკრულევანებისაგან. ხოლო ის ვინც შორს წავიდა უფლისაგან და თვალწინ არ უდგას მისი მრისხანე სახე, იგი გასაკვირი არაა, რომ ნაკრულევანებას განიცდის, რამდენადაც მასში არანაირი ღვთაებრივი სიტყვა არ მოქმედებს და წარვიდა, ანუ შორს წავიდა და განმტკიცდა ბოროტებაში. შეუდგა ერთსა მოქალაქესა მის სოფლისასა. რომელი შეეყოს უფალსა ერთ სულს არს უფალთან, ხოლო რომელი შეეყოს მეძავსა, ანუ ეშმაკთა ბუნებას, იყვნენ ორნივე ერთ ხორცთ. პირველი კორინთელთა მიმართ 6:17-1:6 ხდება რა მთლიანად ხორცი და არა აქვს რა თავისში ადგილი სულისათვის, ისევე როგორც წარღვნის დღეებში მცხოვრებთ. დაბადება 6:3. იმ სოფლის მოქალაქენი დაშორებულნი ღმერთს უეჭველია, რომ ეშმაკები არიან. მოასწრო რა და გახდა ძლიერ ბოროტებაში იგი ღორებს მწყემსავს, ანუ სხვებსაც ასწავლის ბოროტებას და ბინძურ ცხოვრებას, ვინაიდან ყველანი, ვინც პოულობენ სიამოვნებას უპატიოსნო საქმეებსა და ნივთიერნებებში ჩაფლობით არსებითად ღორები არიან. ღორის თვალებს არ შეუძლიათ ზემოთ ყურება, არიან რა მოწყობილნი ასე უცნაურად. ამიტომაც ღორების მწყემსები, თუ კი დაიჭერენ რა ღორს, დიდხანს არ შეუძლიათ აღკვეთონ მისი ჭყვიტინი, მას თავს უკან უწევენ და ასე აუკებენ. როგორც ადამიანი, რომელიც ისეთ სანახაობაზე მივიდა, როგორიც ჯერ არ უნახავს, როდესაც თვალებს მაღლას წევს, სცენაზე გაუგნებულია და დუმს, ასევე მათი თვალები, ვინც ბოროტებაში არიან გაზრდილნი, ვერასოდეს ხედავენ ამაღლებულს. მათ მწყემსავს ის, ვინც მრავალთ აღემატება ბოროტებაში, როგორებიც არიან, მეძავთა მეპატრონენი, ყაჩაღთა მეზვერეთა უფროსები, ვინაიდან ბოროტებას მიჩვეული ვერ ძღება მისით. სიამოვნება არ არის მუდმივი, არამედ როგორც მოდის, მასთან ერთადვე მიდის და ის უბედური ისევ რჩება სიცარიელით სულში, ვინაიდან ცოდვა მსგავსი არ ქისა, აქვს რა სიტკბოცა და სიმწარეც, დროებით ის ატკბობს, მაგრამ სტანჯავს საუკუნოდ და არავინ მისცემს გაძღეს ბოროტებით მას, ვინც ტკბება მისით და ვინ აღირსებს მას გაძღომასა და სიმშვიდეს. ღმერთი. მაგრამ ის არ არის მასთან, ვინაიდან ის, ვინც ბოროტებით იკვებება შორს მიდის ღმერთისგან. ეშმაკები. მაგრამ ისინი როგორ აღირსებენ, როდესაც განსაკუთრებულად ცდილობენ იმას, რომ ვერასოდეს მიიღწეოდეს სიმშვიდე და განძღომა ბოროტებისგან. თავით 15, მუხლი 17, 21, 17 და მოეგო რა თავსაცსა, თქვა, რაოდენთა სასკედლით დადგინებულთა მამისა ჩემისა და ხმაც პური და მე აქა სიკვდილითა წარუწყმდები. 18 აღუდგე და წარვიდე მამისა ჩემისა და ვფრქვა მას, მამაო, ცოდე ცად მამართ და წინაშე შენსა. 19 და არღარა ღირს ვარ მე წოდებად ზედ შენ და არამედ მყავ მე ვითარცა ერთი მუშაკთაგანი. 20 და აღდგა და მოვიდა იგი მამისად სისა. და ვიდრე შორსღა იყო, იხილა იგი მამამან მისმან და შეეწყალა. და მირბიოდა იგი და დავარდა ქედსა ზედა მისსა და ამბორს უყოფდა მას. 21 და ხრქვა მას ძემანმან, მამაო, ცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა და არღარა ვარ მე ღირს წოდებად ზედ შენ და. დროთა განმავლობაში გარყვნილი გონს მოეგო, ვინაიდან სანამდის იგი თავაშვებული ცხოვრობდა, იგი არ იყო თავის გონებაზე. ნათქვამია, რომ მან გაფლანგა მთელი თავისიავლადიდება და სამართლიანიცაა, სწორედ ამიტომ არ არის იგი თავის გონებაზე, ვინაიდან ვინც არ იმართება გონებით, არამედ ცხოვრობს როგორც უგუნური და სხვებიც მიჰყავს უგუნურებმდე, ის არ არის თავის გონებაზე და არ შერჩება თავისავლადიდება, ანუ გონება. როდესაც ვინმე მიხვდება, თუ როგორ უბედურებაში ჩავარდა, მაშინ იგი გონს მოეგება განსჯის მეშვეობითა და სინანულით მოიქცევა ცდომილებაში ხეტიალისგან. სასკედლით დადგინებულთა ქვეშ, როგორც ჩანს, გულისხმობს კათაკმეველებს, რომელთაც როგორც მოუნათლავებმა, ჯერ კიდევ ვერ მოასწრეს ზედ გახდომა, ხოლო კათაკმეველნი უეჭველია, რომ გარდამეტებით კმაყოფილდებიან სულიერი პურით. საკითხავთა ყოველდღიური მოსმენით და რომ იცოდე განსხვავება სასკედლით დადგინებულსა და ძეს შორის უსმინე. ცხონების მსურველნი სამი სახისაა. ერთნი როგორც მონები იქმან სიკეთეს სამსჯავროს შიშით. ამაზე მიგვანიშნებს დავითი, როდესაც ამბობს, განსჯვალენ შიშითა შენითა ხორცნი ჩემნი, რამე თუ სასჯელთა შენთაგან შემეშინა, ფსალმუნი 118-120. მეორენი სასკედლით დადგინებულნი, ესენი როგორც ჩანს ისინი არიან, ვინც ცდილობენ სათნო ეყონ ღმერთს ჯილდოს მიღების სურვილით, როგორც იგივე დავითი ამბობს, მოუდრიკე გული ჩემი ყოფათ სამართალთა შენთა უკუნისამდე მერმის მისთვის მისაგებელისა, ფსალმუნი 118-112. ხოლო მესამენი, ძენი, ანუ ისინი, რომელნიც ღმრთის მცნებებს მის და მის სიყვარულის გამო იცავენ, რაზეც იგივე დავითი მოწმობს,
რაბამად შევიყვარებს ჯული შენი, უფალო, ყოველსა დღესაც ურთა არ სჩემდა ფსალმუნი 118, 97 და კვლავაც. და აღვიბრენ ხელნი ჩემ იმცნებათა შენთა მიმართ, რომელნიცა შევიყვარენ ფსალმუნი 118, 48 და არა რომელთაგან შემეშინა და კიდევ, საკვირველ არიან წამებანი შენი და რადგანაც საკვირველ არიან. ამისთვის გამოიძინა ესენი სულმან ჩემმან ფსალმუნი 118, 129. ამრიგად როდესაც ის ვინც ზეთა რიგს მიეკუთვნებოდა, მაგრამ შემდეგ ცოდვის გამო მოაკლდა უფელბას ზედ წოდებისა და ინახავს რომ სხვებით კვებიან ღმრთაებრივი ნიჭებით, ეზიარებიან ღმრთაებრივ საიდუმლოებებსა და ღვთაებრივ პურს, ხოლო სასკედლით დადგინებულთა ქვეშ შეიძლება ვიგულისხმოთ არა მხოლოდ კათაკმევენი, არამედ საერთოდ ეკლესიის წევრები, რომელნიც პირველთა რიგს არ მიეკუთვნებიან. მაშინ მან უნდა უთხრას თავის თავს ეს სიტყვები სინანულისა, რაოდენთა სასკედლით დადგინებულთა მამისა ჩემისათა ხმაც პური და მე აქა სიკვდილითა წარუწყმდები. არამედ აღდეკ, ანუ ცოდვით დაცემისგან, წარვიდე მამისა ჩემისა და ვრქვა მას, მამაო. ვწოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა. დავტოვე რაზეც ციური, მე შევწოდე მის წინაშე, როდესაც ვამჯობინე მას საძულველი სიამოვნება და ნაცვლად ზეცისას, საკუთარი სამშობლოსი, მშიერი ქვეყანა ავირჩიე, ვინაიდან როგორც ის, ვინც შეიძლება ითქვას, წოდავს ოქროს წინაშე, ვინც მას ტყვიას ამჯობინებს, ისე ის წოდავს ზეცის წინაშე, ვინც მას მიწიერს ამჯობინებს. ვინაიდან ის უეჭველია, შორდება ზეცისაკენ მიმავალ გზას და დააკვირდი, რომ როდესაც ის წოდავდა, მაშინ იგი თითქოს და ღვთის წინაშე არ სჩადიოდა წოდვას, ხოლო როდესაც ნანობს, თავს წოდვილად გრძნობს ღვთის წინაშე. და აღდგა და მოვიდა იგი მამისათვის ისა. ვინაიდან ჩვენ არა მხოლოდ უნდა ვისურვოთ ის, რაც ღვთისთვისაა სათნო, არამედ თავად საქმითაც აღვასრულოთ. შენ ნახე ახლა მხურვალე სინანული, შეხედე მამის გულმოწყალებასაც. იგი არ ელოდება სანამ ძემივა მასთან, არამედ თავად იჩქარის მისაგებებლად დაეხვევა მას. ვინაიდან არის რა მამა ბუნებით, ღმერთი მამაა თავისი სიკეთითაც. იგი მთლიანად ხვევს ხელს წესს, რათა ყოველი მხრიდან შეერთოს თავისთან, როგორც ნათქვამია, უფლის დიდება უკან გამოგვება ესაია 58:8. ადრე, როდესაც ძე თავად დაშორდა, დრო იყო მამასაც უარი ეთქვა მოხვევაზე, ხოლო როდესაც ძე მიუახლოვდა ლოცვისა და მის დამი მიმართების მეშვეობით, მაშინ მისი მოხვევაც დროული გახდა. მამა დავარდა ქედსა ზედა ძისა, უჩვენა რა რომ იგი ადრე ურჩებაში მყოფი, ახლა მორჩილი გახდა და ამბორს უყოფდა მას შერიგების აღსანიშნავად, განწმინდა რაბაგენი ადრე შებიცლულისა, როგორც ერთგვარი ზღურბლი და მისი მეშვეობით განწმენდა შინაგანსაც. თავით 15, მუხლი 22, 24. 22. რქვა მამამან მისმან მონათაცთა, გამოიღეთ სამოსელი პირველი და შეჰმოსეთ მას და შეაცუთ ბეჭედი ელსამისსა და ამნი ფერთა მისთა. 23. და მოიბთ ზუარაკი იგი ჭამებული და დაკალთ და ვჭამოთ და ვიხარებდეთ. 24. რამე თუ ძე ესე ჩემი მომკვდარიყო და განცოცხლდა, წარწმედულიყო და იპოვა. და იწყეს განცხრომად. მონების ქვეშ შეგიძლია იგულისხმო ანგელოზები, რამდენადაც ისინი არსებითად მომსახურესულები არიან, მათ და სამსახურად მოვლინებულნი, რომელთაც უნდა დაიმკვიდრონ საუკუნო სიცოცხლე, ებრაელთა მიმართ 1:1. ვინაიდან ისინი ბოროტებისაგან მოქცეულს პირველ სამოსელში გამოაწყობენ, ანუ ან წინანდელში, რომელსაც ჩვენ ცოდვით დაცემამდე ვატარებდით, სამოსელში უხრთნელებისა, ან ყველა სხვა დანარჩენზე უკეთეს სამოსელში, როგორიცაა სამოსელი ნათლობისა. ვინაიდან იგი პირველი ჩამეცმევა მე და მისი მეშვეობით ვიხდი სამოსელს უხამსობისა. მონების ქვეშ შეგიძლია იგულისხმო ანგელოზები, იმიტომაც რომ ისინი ემსახურებიან ყოველივე იმას, რაც ჩვენი გულისთვის აღესრულება და იმიტომაც რომ ჩვენ მათი მეშვეობით განვიწმინდებით. მონების ქვეშ შეგიძლია იგულისხმო მღვდლებიც, რამდენადაც ისინი მოქცევის მსურველს აცმევენ ნათლობისა და სწავლების სიტყვის მეშვეობით და მოსავენ მას პირველი შესამოსლით, ანუ თავად ქრისტეთი, ვინაიდან ჩვენ ყოველთა რაოდენთა ქრისტეს მიმართ ნათელ ვიღეთ, ქრისტე შევიმოსეთ გალატელთა მიმართ 3:2. და შეაცვამს ბეჭედს ხელზე, ანუ ბეჭედს ქრისტიანობისა, რომელსაც ჩვენ საქმეების მეშვეობით ვიღებთ, ვინაიდან ხელი არის ნიშანი ქმედებისა, ხოლო ბეჭედი დამოწმებისა. ამრიგად მას ვინც ინათლება და საერთოდ მოიქცევა ბოროტებისგან, უნდა ჰქონდეს ხელზე, ანუ თავის ქმედით ძალაზე, ბეჭედი და ნიშანი ქრისტიანისა, რათა შეძლოს აჩვენოს, თუ როგორ განახლდა მისი შემოქმედის ხატების შესაბამისად. ან სხვაგვარად, ბეჭდის ქვეშ შეგიძლია იგულისხმო საწინდარი სულისა.
ვიტყვი ასე, ღმერთი მოგცემს უსრულყოფილეს სიკეთეებს მაშინ, როდესაც დადგება მათი დრო, ახლა კი დასარწმუნებლად, თითქოს და საწინდრად მომავალი სიკეთეებისა, გვაძლევს ამ სახის ნიჭებს. პირველად, ნიჭს სასწაულთქმედებისა, მეორეებს, ნიჭს სწავლებისა, სხვებს რაიმე სხვა ნიჭს. ვიღებთ რა ამ ნიჭებს, ჩვენ მტკიცეთ ვსასოებთ უსრულყოფილესთა მიღებაზეც. გვეძლევა ხამლი ფერხთა ჩვენთა, რათა ისინი დაცულნი იქნენ როგორც მორიელთაგან, ანუ შეცოდებათაგან, ჩანს მცირეთა და საიდუმლოთაგან, როგორც დავითი ამბობს, ფსალმუნი 18:1-3, თუმცა კი მაინც მომაკვდინებელთაგან, ასევე გველთაგან, რომელნიც ხილულად საზიანოდ ითვლებიან, ანუ ცოდვათაგან და სხვაგვარადაც. პირველ შესამოსელის პატივის მიმღებს ეძლევა ფეხსაცმელი იმის ნიშნად, რომ უფალი განამზადებს მას, რათა ახაროს და ისახუროს სხვათა სასარგებლოდ. ვინაიდან ქრისტიანის განმასხვავებელი ნიშანია იყოს გამოსადეგი სხვათათვის. ვინ არის ზუარაკი, იგი ჭამებული, დაკლული და შეჭმული, ამის მიხვედრა ძნელი არ არის. იგი ეჭვგარეშეა, რომ ჭეშმარიტი წეღმრთისაა. რამდენადაც იგი ადამიანია და შეიმოსა ხორცი, ბუნებით უგონო და პირუტყვთა მსგავსი, თუმცა კი აღავსო იგი საკუთარი სრულქმნილებებით, ამდენად იწოდება ზვარაკად. ამ ზვარაკს არ გამოუცდია უღელი ცოდვისა, არამედ არის ზვარაკი ჭამებული, რამდენადაც სოფლის შექმნამდე იყო წინასწარ განჩინებული ამ საიდუმლოსთვის. 1 პეტრე 1:20. შესაძლოა გამორჩეულად მოგეჩვენოთ ის, რაც კიდევ უნდა ითქვას, მაგრამ დაეითქვას. პური, რომელსაც ჩვენ გამტეხთ, თავისი შესახედაობით ხორბლისაგან შედგება, ამიტომაც შეიძლება ეწოდოს ხორბლით ჭამებული, ხოლო სულიერი მხრივ არის ხორცი ქრისტესი, ამიტომაც შეიძლება ეწოდოს ზვარაკი. და ამრიგად ერთი და იგივე არის ზვარაკიცა და ჭამებულიც. ამრიგად ყოველი მონანული და შექმნილი წეთხმრთისა, განსაკუთრებით კი განახლებული და საერთოდ ცოდვისაგან განწმენდილი ეზიარება ამ ზვარაკს ჭამებულს და ხდება მხიარულების მიზეზი მამისა და მისი მონებისათვის, ანგელოზებისა და მღვდლებისათვის. რამე თუ მომკვდარიყო და განცოცხლდა, წარწმედულიყო და იპოვა. იმ მიმართებით, რომ იგი ბოროტებაში იმყოფებოდა, იგი მკვდარი იყო, ანუ უიმედო, ხოლო იმასთან მიმართებაში, რომ ადამიანური ბუნება ადვილად მიდრეკადია და ბოროტებიდან შეიძლება მოექცეს სიკეთისაკენ, იგი იწოდება წარწმედულად, ვინაიდან სიტყვა დაკარგული, უფრო ზომიერია ვიდრე მკვდარი. თავით 15, მუხლი 25, 32. 25 და იყო ძე იგი მისი უხუცესი ველსაგარე. და ვითარცა მოვიდოდა და მოიახლა სახლსა მას, ესმამა სიხარულისა და განცხრომისა. 26 და მოუწოდა ერთსა მონათაგანსა და ჰკითხვიდა, ვითარმეთ, რა არს ესე? 27 ხოლო მან ხრქუა მას, რამე თუ ძმა შენი მოსრულ არს და მამამან შენმან დაკლა ზუარაკი იგი ჭამებული, რამე თუ ცოცხლებით მოვიდა იგი. 28 ხოლო იგი განრისხნა და არა უნდა შინა შესვლად. ხოლო მამამისი გამოვიდა ხლოცვიდა მას. 29 და მან მიუგო და ხრქუა მამასაცსა, აჰა ესე რა ესოდენი წელნი გმონენ შენ და არასა და მცნებასა შენსა გარდავჰეთ და არასა და მომეც ერთი თიკანი, რათამცა მეგობართა ჩემთა თანა ვიხარე. 30 და ოდეს ძე ესე შენი მოვიდა, რომელმან შეჭამა საცხოვრებელი შენი მეძავთა თანა და უკალ მას ზუარაკი იგი ჭამებული. 31 ხოლო მან ხრქუა მას, შვილო, შენ მარადის ჩემთანა ხარ და ჩემი ყოველი შენი არს. 32 ხოლოაც მხიარულება და სიხარული ჯერ არს, რამე თუ ძმა ესე შენი მომკვდარიყო და განცოცხლდა, წარწმედულიყო და იპოვა. აქ სვამენ ყბადაღებულ კითხვას, როგორღა აღმოჩნდება შურიანი ძე, რომელიც სხვა მხრივ ცხოვრობდა და ემსახურებოდა მამას კეთილად. მაგრამ იგი გადაწყდება, როგორც კი მიხვდებიან, თუ რატომ ითქვა ეს იგავი. ეს იგავი, წინათა მსგავსად უეჭველია ითქვა იმიტომ, რომ ფარისლები თვლიდნენ რა თავს სუფთებად და მართლებად დრტვინავდნენ უფალზე, რადგანაც იგი მეზვერეებსა და მეძავებს იღებდა. თუ კი იგი, ნათქვამია იმის გამო, რომ დრტვინავდნენ ფარისევლები, რომელნიც როგორც ჩანს, მეზვერეებზე უფრო მართლები იყვნენ და აკვირდი, რომ სახეც ისა, როგორც ჩანს, დრტვინავისა მიეკუთვნება ყველას, ვინც ცდუნდება ცოდვილთა უეცარი კეთილდღეობითა და ცხონებით. მაგრამ ეს არ არის შური, არამედ გადმოღვრა ღმრთაებრივი კაცთმოყვარებისა, რომელიც გაუგებარია ჩვენთვის და ამიტომაც დრტვინვას იწვევს. განა დავითსაც არ გამოყავს პირი, რომელიც ცოდვილთა მშვიდობით ცდუნდება, ფსალმუნი 72:3, ისევე როგორც იერემიას, როდესაც ამბობს, რატომ წყალობს ბედი ბოროტმოქმედს, რატომ არიან უზრუნველად მატყუარები. შენ დანერგე ისინი და გაიდგეს ფესვი, იერემია 12:1-2.
ყველაფერი ეს დამახასიათებელია სუსტი და საცოდავი გონებისათვის კაცისა, რომელიც აღშფოთებულია და შეწფუნება იპყრობს უღირსების ხილვისას. კერძოდ, მან კი არ ადამიანთა კეთილდღეობისა, ამიტომაც უფალი ამიგავით თითქოს და ასე ეუბნება ფარისევლებს, და ასე იყოს, რომ თქვენ ამ ძის მსგავსად მართლები და ღვთისათვის სათნონი ხართ მამის წინაშე, მაგრამ მე გთხოვთ თქვენ მართლებსა და სუფთებს, ნუ დრტვინავთ იმაზე, რომ ჩვენ მხიარულობთ ცოდვილის გადარჩენის გამო, ვინაიდან ისიც ხომ ძეა. ამრიგად აქედან შური კი არ ჩანს, არამედ ამიგავით უფალი შთააგონებს ფარისევლებს, რომ ისინი არ მწუხარებდნენ ცოდვილის მიღების გამო, თუნდაც ისინი მართლები იყვნენ თავად და ღვთის ყველა მცნებას იცავდნენ და სრულიადაც არაა გასაკვირი. თუ კი ჩვენს ყენა გვიპყრობს იმათი მიღების გამო, ვინც უღირსად გვეჩვენება. იმდენად დიდია კაცთმოყვარება უფლისა და ისე უხვად გვანიჭებს თავის სიკეთეებს, რომ აქედან შესაძლოა დრტვინვაც იშვას. ასე ვამბობთ ჩვენ ჩვეულებრივ საუბარშიც. ხშირად კეთილს ვუღობთ რავინმეს, შემდეგ კი ვერ მივიღებთ მისგან მადლობას, ჩვენ ვამბობთ, ყველანი მკიცხავენ იმის გამო, რომ ამდენი სიკეთე გაგაკეთე, თუმცა შესაძლოა არც არავინ გვკიცხავდეს, მაგრამ გვსურს რა ვუჩვენოთ სიდიდეს სიკეთისა, ჩვენ ვიგონებთ ამას. განვიხილოთ ეს იგავი ნაწილ-ნაწილ და თითქოს და მოკლე გადმოცემით, უფროსი ძე იყო ველსაგარე, ანუ ამ სოფელში, ამუშავებდა რა თავის მიწას, ანუ სხეულს რათა მოჭარბებულად ჰქონოდა პური, რომელსაც სთესვი და ცრემლით, რათა სიხარულით მოემკო. ფსალმუნია 25:5. გაიგო რა მომხდარის შესახებ, მას არ სურდა გაეზიარებინა საერთო სიხარული, არამედ კაცთმოყვარე მამა გამოდის, ეძახის მას და ამცნობს, რომ მხიარულების მიზეზს წარმოადგენს განცოცხლება მკვდრისა, რაც მან არ იცოდა როგორც ადამიანმა, რომელიც ცდუნდება და ბრალს დებს მამას იმის გამო, რომ მან ერთი ტიკანიც კი არ მისცა, ხოლო გარყვნილისთვის კი დაკლავს ვარაკიწმებული. რა აღინიშნება ტიკანით? შეგიძლია გაიგო იქიდან, რომ ყოველი ტიკანი მარცხენა მხარეს მიეკუთვნება ცოდვილთა მხარეს, მათე 25:33. 41. ამრიგად კეთილზნეობრივი ეუბნება მამას, მე ცხოვრებას ყოველგვარ შრომაში ვატარებდი, ვით მენდიდევნას, უსიამოვნებას, შეურაცხყოფებს ცოდვილთაგან და შენ ერთხელაც არ დაგიკლავს ჩემთვის და ერთხელ არ მოგიკლავს ცოდვილი, რათა მე მეპოვა მცირეოდენი შვება. მაგალითად, აქავე იყო ტიკანი ილიასთან მიმართებაში. იგი დევნი და წინასწარმეტყველებს, მაგრამ უფალმა არ მისცა მაშინვე ეს ტიკანი დასაკლავად, რათა ცოტათი გაეხარებინა ილია და დაემშვიდებინა მის მეგობარ წინასწარმეტყველებთან ერთად. ამიტომაც ილია ეუბნება ღმერთს, დაანგრიეს შენი სამსხვერპლოები, მახვილით დახოცეს შენი წინასწარმეტყველნით მესამე მეფეთა 19:14. დავითთან მიმართებაში ტიკანი საული იყო და ყველა მისი ცილის მწამებელი, რომელთაც უფალი ნებას რთავდა განეცადათ იგი და რომელთაც არ ხოცავდა დავითის სიამოვნებისათვის, ამიტომაც ამბობს იგი, ვიდრემდის ცოდვილნი, უფალო ვიდრემდის ცოდვილნი იქადოდიან. ფსალმუნი 93:3. ასევე ეს სახარებაში წარმოდგენილი ძე ამბობს, ვინც გამუდმებით შრომაშია, მას არავითარი ნუგეში არ ეცი, დასაკლავადაც არ მიეცი არავინ ჩემს შეურაცხმყოფელთაგან, ახლა კი ასე, უშრომელად აცხონებ გარყვნილს. ამრიგად, მთელი მიზანი ამიგავისა უფალზე ფარისეველთა დრტვინვასთან დაკავშირებით თქმულისა, მის მიერ ცოდვილის მიღების გამო, მდგომარეობს იმაში, რათა გვასწავლოს ჩვენ, რომ არ უარყოთ ცოდვილნი და არ უდრტვინავდეთ, როდესაც უფალი იღებს მათ, თუნდაც ჩვენ მართალნი ვიყოთ. უმცროსი ძე მეძავნი და მეზვერენია. უფროსი ძე ფარისევლნი და მწიგნობარნი სავარაუდოდ მართლებად მიღებულნი. უფალი თითქოს და ასე ამბობს, და თქვენ ნამდვილად მართლები ხართ და არ გადასულხართ არც ერთ მცნებას, მაგრამ ნუ თუ არ უნდა მივიღოთ ისინი, ვინც ბოროტებისგან მოიქცევიან. მსგავს მდრტვინავთ შეაგონებს უფალი ამიგავით. ჩემთვის არც თუ უცნობია ის, რომ ზოგიერთნი უფროსი ძის ქვეშ ანგელოზებს გულისხმობენ, ხოლო უმცროსის ქვეშ ადამიანურ ბუნებას, რომელიც აჯანყდა და არ დაემორჩილა მიცემულ მცნებას. სხვები გულისხმობდნენ უფროსის ქვეშ ისრაიტელთ, ხოლო უმცროსისა წარმართებს, მაგრამ ჭეშმარიტებაა ის, რაც ახლა ვთქვით, კერძოდ, რომ უფროსი ძე წარმოადგენს სახეს მართალთა, ხოლო უმცროსი ცოდვილთა და მონანულთა. და მთელი ეს წყობა იგავისა ფარისეველთა გამო შედგა, რომელთაც უფალი შთააგონებს, რომ თუნდაც თავად მართლები იყვნენ, არ უნდა განაწყენდნენ ცოდვილთა მიღებით. ამრიგად ნუ რავინ დარჩება შეურაცხყოფილი უფლის განგებით, არამედ დაითმინოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც ბედნიერნი ხდებიან და ცხონდებიან აშკარა ცოდვილნი. იქნებ მან, ვისაც შენ ცოდვილად თვლი, სინანული შესწირა და ამის გამო იქნა მიღებული. ასევე შესაძლოა დაფარული სათნოებანი გააჩნია და მათ გამო წარმოსდგება კეთილად ღვთის თვალში.